მოგესალმებით და პოლნე სამზარეულოში. ამ არხზე ძალიან ბევრი ხაჭაპურის ვიდეო რეცეპტი დევს, მაგრამ რაც არის ეს არის მესხური ხაჭაპური. ეს ხაჭაპური და ქადა მიმდინარე ჩემოყვეთ იმდენად მომწონს, რომ დღეს მინდა შემოგთავაზოთ ისი ჩემეული ვერსია. წარმოიდგინეთ მესხეთში რა ხაჭაპურები იქნება. აი ესეთია. მესხური ხაჭაპური განსაკუთრებულია მისი თხელი, მრავალშრიანი ფენებით და არომატით. სწორედ ეს განასხვავებს მას ფენოვანი ცომისგან. ვტყელებთ სიფრი ფანაშრეზე, შემდეგ უსმევთ რამოდენიმეჯერ ცხიმს. გადავკეცავთ და ასე გამოდის მრავალრიცხოვანი, არომატული და ძალიან გემრიელი მესხური ქადა. დავიწყოთ მომზადება, რისთვისაც გვჭირდება 1 კილოგრამი ფქვილი. ქუს თუ გაცვით, რა თქმა უნდა, უკეთესია. 9 ლიტრად ცივ წყალს, შეგიძლიათ ასევე ნელთვილი წყალი გამოიყენოთ, დამატოთ 2 ჩაის კოვზი მარილი. მოურდეთ კარგად და გავხსნით. ჩემთვის ცნობილია, რომ უმატებენ ასევე მცირე ლიმონჟავას, იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი ფენები გაიგეთოს შემდეგ ხაჭაპურმა ქადა. მოვზიოთ საშუალოზე უფრო მაგარი ცომი. ცომი არ უნდა იყოს თხელი, თორემ როდესაც ჩვენ დავიწყებთ ამის გაბრწყინებას, შემდეგ შესაძლებელია, რომ მარტივად გაიხეს. აც ხინკალის ცომივით არ უნდა იყოს, მაგრამ აც თხელი არ უნდა იყოს. ცომი მზად არის უკვე, ახლა გავყოთ ორ ნაწილად და უნდა დავასვენოთ აუცილებლად დაახლოებით 9 საათის განმავლობაში, მაინც. მივცეთ ახლა მრგვალი ფორმა, დავაგუნდავთ, გადავაფაროთ თავს და გავაჩეროთ. ამ ორი გუნდიდან მინდა გამოვიყვანო 2 ცალი ხაჭაპური, 2 დიდი ან 3 პატარა ქადა. ნახოთ. სანამ ცომი გადაჭდება, ხა დაგჭირდება დრო და ეს რო გამოვიყენოთ იმისათვის, რომ შეთავსი გულსართი მოვამზადოთ ქადისთვის. ზოგადად ამზადებენ მარილიან გულსართებს და არის მარილიანი ქადები, მაგრამ აქ ჩემს ოჯახში მარილიანი გულსართი არავის არ მოსწონს, ასევე არც მე არ მიყვარს. ამიტომ შემოგთავაზებთ ახლა მე შაქრიან შიგ-თავს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ რა თქმა უნდა რომ შაქარულად მარილი ჩაანაცვლოთ, ეს არ არის პრობლემა. ამისათვის გვჭირდება და მეგდეთ რომ ინგრედიენტები არის ზუსტი, ეს არის დაახლოებით 2-3 ქადის დოზები. გვჭირდება 250 გრამი ფქვილი უმაღლესი ხარისხის, თუ გინდა გაცრილი უკეთესია, ასევე 150 გრამი შაქარი თქვენი გემოვნებით, 100 გრამი ერბო არის ჩემ შემთხვევაში და მესხეთში ამზადებენ ღორის მუცლის მქონით, რომელიც ახლა მე აქ არ მაქვს, ასევე გვჭირდება მწიგვი მარილი, ვანილი და ნიგოზი, რამოდენიმე სუფრის კოვზი. ახლა კი გადავდასხოთ ჩვენ დენის ქურასთან და მოვამზადოთ პირველ რიგში უნდა მოვხალმო ფქვილი. ფქვილი ძალიან მალე იწვის, ამიტომ ფრთხილად იყავით. თავიდან თითქოს გქონიათ რომ არ იხალება, მაგრამ იმდენად სწრაფად შედის შემდეგ ტემპერატურაში, იმდენად სწრაფად იხალება და შეიძლება რომ დაიწვეს კიდევაც, რომ აუცილებლად უნდა გეჭიროთ თვალის ზეით. ნუ საშუალოზე ოდნავ დავალ ტემპერატურაზე მოხვალ. პარალელურად ერბო გავადნოთ. წიკ მარილს დავუმატებ, გემო დააბალანსოს. ალბათ დაახლოებით 15 წუთის შემდეგ ფქვილი იწყებს უკვე გამუქებას, ნახეთ, იხალება ასე რომ ვთქვათ. ამ ეტაპზე დავუმატოთ ერბო. თავიდან გეგონება თითქოს არ ყოფნის ერბო, მაგრამ ეს რაოდენობა სრულიად საკმარისია. ესე ფხვიერი მასა უნდა მივიღოთ, ნახეთ. ეხლა დავუმატოთ ან მარილი, ან შაქარი ჩემსავით. ვანილსაც დავუმატებ 1 ჩაის კოვს, ცოტა მეც. დავალ ტემპერატურაზე რაც შეიძლება, დავალ ტემპერატურაზე გქონდათ აი ეხლა ამ მომენტიდან უკვე, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად იწვის. შემდეგ კი ნიგოს დავუმატებ. დაახლოებით 3-4 სუფრის კოვს. კიდევ ერთხელ აურიო და უკვე მზად არის. ქადის გული მზად არის, რომ იცოდეთ რა გემრიელია, ვერც კი წარმოიდგენთ. შეგიძლიათ რომ თქვენ საყვარელ რეცეპტებში გამოიყენოთ ნებისმიერ ქადაში. ცომი კარგად გადაჭდა, მზად არის უკვე. რა გვჭირდება ჩვენ ახლა? უნდა გავარტყილოთ ცომი და ზემოდან უნდა მოვაცხათ ცხიმი. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მესხეთში ამზადებენ ღორის მუცლის მქონით. მაგრამ რა კი ახლა ჩვენ აქ ღორის მუცლის მქონი არ გაქვს, მე ისეც ვიცი, რომ ერბოდითაც მზადდება. ამიტომ
დაახლოებით 250 გრამი ერბოს ავიღებ ახლა მე. ეს უნდა გავატუნოთ კარგად და მუდმივად უნდა იყოს თბილად, ანუ თუ კი შეგრილდა, იმ შემთხვევაში ისევ გადავიტანთ ხოლმე ქურაზე, რომ ამან ისევ მიიღოს ის კონსისტენცია, ის თხელი კონსისტენცია. გავბრტყელოთ თავიდან, ნუ ძალიან დიდზე არ ვაბრტყელებთ, არამედ განახებ დაახლოებით როგორ უნდა გაბრტყელდეს. ამავდროულად ბრტყელდება კიდევ სხვა დანარჩენი გუნდები, რომელიც შესაძლებელია რომ გქონდეთ. ეხლა მოვასხათ უკვე ერბო. ერბო უნდა იყოს თბილი ან ცხელი, იმ შემთხვევაში თქვენ თუ გაქვთ ქონი, რა თქმა უნდა, ქონი მოასხით. ჯერ ერთ მხარეს გადმოვკეცოთ, რომ ერბო ყველგან მოხვდეს, მეორე მხარეს. კიდევ ხანი გავაჩეროთ ესე, ცომი გახდება კიდევ უფრო მორჩილი და ისუნებს კიდევაც. და შემდეგ შევცვლით რომ გავაბრტყელოთ. გავიდა რამოდენიმე ხანი, ეხლა მე ესე ხელებით გავიყვან. არა თითებით, არამედ მუშტებით. და ნაპირები, ძალიან აუცილებელია რომ ასევე ნაპირები გავიყვანოთ და არა მხოლოდ შუა ნაწილი, იმიტომ რომ შუა ნაწილი როდესაც უბრალოდ გაიხელა. ეხლა კიდევ გავაჩეროთ ცოტა ხანი. მოგეხსენებათ მესხური ქადის ან ხაჭაპურის ცომი გვალმაგიდაზე მზადდება, ანუ ბრტყელდება. მაგრამ რა კიჩვენ ახლა მრგვალი მაგიდა გვაქვს და ოთხკუთხედი მაგიდა გვაქვს. ჩემს მაგიდას აქვს ძალიან მჭრელი კუთხეები, ასე რომ სრულიად შესაძლებელია რომ ამ კუთხეებმა მე ახლა გამიფუჭოს. ესეთ ფიქსირდება ერთ კუთხეში, მაგალითად ოთხკუთხედ მაგიდას და შემდეგ უკვე ვრცელდება. ასევე არის საჭირო მეორე ადამიანი, რომელიც დაგვეხმარება გაბრტყელებაში, მაგრამ მე რომ ახლა ვინმეს დავუძახო, ვიცი რომ ცომს თავიდანვე უნდა გამიჭებოდი, ამიტომ ჩემით შევძდები ამ ყველაფერს და არ დავეხმარებ ახლა ამ შემთხვევაში არავის, იმიტომ რომ უბრალოდ აზრი არ აქვს. ძალიან ფრთხილად შეგვიძლია რომ გავწიოთ გვერდებში, ისე რომ არ დავაზიანოთ ცომი, მაგრამ მე გამიგია რომ ცომის თუ დაზიანდა და გაიხა სათმე, ესე უფრო გემრიელი გამოდის და სულაც არ არის პრობლემა. ესე ხელს შევუყობ ქვემოდან და ესე ძალიან ფრთხილად გამოვწევ. ცომი წესით და რიგით უნდა გადაიფაროს ფარდასავით. ასევე გააჩინე რამხელა თქვენი მაგიდა და რამხელა გაქვთ ცომიც, რა თქმა უნდა. ცომი დაასვენეთ ხოლმე დრო და დრო. ნაწიბურებით შეეცადეთ რომ რაც შეიძლება გაათხელოთ. მაგიდას გადავფარეთ ჩემი გადასაფარებლი, როგორც უკვე ხედავთ, აქ არის გაფუჭებული და ასევე აქაც ცოტა, მაგრამ ეს მე როგორც ვიცი, გემოზე არ იმოქმედებს. ეხლა უკვე გადავკეცოთ. ჯერ ერთ მხარეს უნდა გადავკეცოთ, რაც შეიძლება ჰაერონად, როგორც მე ამიხსნეს. ჯერ ერთ მხარეს გადავკეცოთ, შემდეგ მეორე მხარეზე. როგორც ვიცით, რაც შეიძლება ჰაერონად უნდა გადავკეცოთ და ნაწიბურებიც არ უნდა გაიკეთოს. იქ გავასწორებ, რაც შეიძლება კარგად. ამ მხრიდან გადავკეცოთ. ეხლა ისევ მოვასხავ აქა-იქა ამ ჩვენს ცხიმს, ერბოს. ავიღოთ ეს ნაპირი და ესე გადავანაწილოთ ცხიმი. ასევე მეორე მხრიდანაც. და შემდეგ ორივე მხრიდან გადავკეცოთ, რადგანაც მინდა რომ მქონდეს ორი ხაჭაპური და უნდა იყოს ეს მართკუთხედი. აი ესე და ეხლა მას გავყოფ მე შუაზე.
ეხლა ჩაუდოთ ყველი, მაგრამ ყველი არ არის ჩემთან ისეთი ცხიმენი, ამიტომ სულ ცოტა ერბოს მოვასხავ კიდევ. ყველის დოზებს დაგიტოვებ დაბლა ინფობოქსში. ყველა ინფორმაცია იქნება იქ მოცემული. შევკრათ ეხლა. წავუსვათ ზემოდან კვერცხის გული, რომელიც არის სულ ცოტა არაჟანი არეული. და უნდა გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 220 გრადუსზე. თუ რამდენი დრო დაჭირდება ამას შემდეგ კითხვაში. და დადეთ შედარებით უფრო დავლა არაშუაში, რომ ზედაპირი არ დაიწვას. მოვამზადოთ ქადები, ცომი ზუსტად იგივენერად ბრტყელდება, როგორც ხაჭაპურის შემთხვევაში. გადავანაწილოთ ცხიმი. ეხლა კიდევ გადმოვკეცავთ შუაზე. აი ასე. ორი ქადა მინდა რომ მქონდეს და ეხლა ზუსტად რომ გავყო დაახლოებით დავუკვირდები სად არის შუა ნაწილი. აი აქ. ავიღოთ ერთი მხარეს და აი ასე ხელზე დავიტრიალოთ. ერთი მხარე შემოვკეცოთ ქვემოთ. აი ასე ავიღოთ და ხელზე დავიტრიალოთ. და ეს ბოლო შევუკეცოთ შიგნით. შიგნით ჩავდოთ ქადის გული. დააჭირეთ რომ ბლომად ჩავიდეს შიგნით. მაგრამ ისე ბევრი შიგთავსი ზოგადად შემდეგ ამძიმებს და ცომი აღარ არის ხოლმე ისეთი ფენოვანი როგორც უნდა იყოს. შევუკრათ თავი ზემოდან. და გადავდოთ გვერდზე ცოტა ხნით. იგივე გავაკეთოთ აქაც. ნახეთ, აი ასე გავაბრწყელოთ. ამასაც ანალოგიურად უნდა წავუსვათ კვერცხის გულის ზემოდან, რომელიც არის არაჟანი არეული და შემდეგ გამოვაცხოთ. ზუსტად იგივენაირად. ვაცხობთ 220 გრადუსზე წინასწარ კარგად გახურებულ ღუმელში. და ვდებთ ცოტა დაბლა. ნახოთ როგორია ჩვენი ხაჭაპური. ამაზე უკეთესი რა უნდა ჭამოს კაცმა? სასწაულია, სასწაული. ხრაშუნა, ფენოვანი. არ ვიცი. ამ ცომს ისე ბევრი ყველი არ ჭირდება, იმიტომ რომ უფრო მეტად დაამძიმებს და ესეთი ჰაეროვანი არ იქნება. გადაწეღან ვიდეოში ისე გავტეხო, რომ მთელი გულსართი გარეთ გადმოვიდა აი ყველაფერი. გაიხაროს ამისმა მომგონმა და ამისმა შენქმნელმა.
წარმოიდგინეთ მესხეთში რა ხაჭაპურები იქნება. ნამდვილად უნდა ჩავიდე ერთხელ. ეხლა კი მე მიგდაგემშვიდობები და ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მომავალ ვიდეოში. დალაიქე და გამოიწერე არხი. დროებით.